მოსახლეობა ძველით ახალი წლის აღსანიშნავად ემზადება. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში სადღესასწაულო განწყობა უკვე მინელებულია, ჩვენთან სამზადისი ახლიდან იწყება. ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია 2 ივლისისა და გრიგორიანული კალენდარულმა სისტემამ გამოიწვია. ახალი წელი ძველი სტილით 14 იანვარს აღინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. აქ თუ არა ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია გურჯაანში, ჩვენი გამოკითხვა. Ჩვენ ძველი ტრადიცია ეს არის, რომ გამცხნდება შობისთვის 7-ში, აუცილებლად უნდა გავამზადოთ სუფრა 14-ში. აი, როგორ ხდებოდით ხოლმე ადრე თუ გახსოვთ? ძალიან საყვარლად, ძალიან კარგად. იკრიბებოდით ნაცავები ერთმანეთ, ფულო წავდით და იყო დიდი მხიარულობა. აღნიშნავთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ტრადიციაა ეგ და ეგ უფრო თითქოს სწამს ბევრს. როგორ აღნიშნავდნენ ძველად ხოლმე თუ გახსოვთ? ძველად კახეთში ყველა კუთხეს თავისი ის აქვს წესი და კახეთში რა ვიცი მამაკაცი შემოდიოდა ახალი წლისთვის ხონჩით გადმოცემით ესე გამიგია ხონჩით იმაზე რაც ჰქონდათ მაშინ იყო ამდენი ტკბილეული და ის არისო აი ნატურალური საკვები რაც ჰქონდა ჩირები ჩურჩხელა ამდაგვარი საკვები შემოქონდა და აილოცებდა რა თქმა უნდა ღვინოს დალევდა ერთ ჭიქას ორ ჭიქას და ლოცავდა ოჯახის წევრებს და დილით უკვე შემოდიოდა მეზობელი ან მეგობარი ან ნათესავი ისე რომ ჯერ მაინც ოჯახის მამაკაცი იყო მთავარი. ძველით ახალ წელს უფრო სოფელში აღნიშნავდით ხოლმე მე ახლა აქ ცხოვრობ და უფრო იმდენად აღარ როგორც ახალ წელს ხვდებით ხოლმე ისე არის. ზოგადად სოფელში როგორ ხდებოდით ხოლმე თუ გახსოვთ? ჩემ ბავშვობისა რო გავიხსენოთ ძალიან ახტაცებულები ვიყავით, დიდი ახთოვანებით ხდებოდით. ნაძვისხი აუცილებლად უნდა მოგვერთო, რის შესაძლებლობაც ჰქონდა, რა თქმა უნდა. დანარჩენი თუ ინდაური ყავდა სოფელი მაინც ხო იცით მდიდარი იყო მაშინ უფრო ხო და ინდაური ქათამი ყველანაირი ხორცეული რა ვიცი ის შესაძლებლობაც იყო რა. კი აღნიშნავთ, მაგრამ ახალ წელთან იმათ მაინც ცოტა ნაკლებად. მაშინ პირველში უფრო განსაკუთრებულად და ეხლა ძველად როგორ აღნიშნავდნენ ხოლმე თუ გახსოვთ? რა ვიცი, აი ბებიას ორივე სწამდა. ერთიც და მეორეც და უფრო ძველი. ველად უკეთესად, რა თქმა უნდა, ეხლა ისე აღარ არის. თქვენ თუ აღნიშნავთ ძველი ახალი წელს? მეტნაკლებად, მაინც სიმბოლურად კი. ჩვეულებრივ. როგორც ახალ წელს, რა ვიცი, ესე აღნიშნავთ ხოლმე ყოველთვის იმასაც. ანუ ემზადებით ახალი. კი.